ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას, მოვიდა ჩვენი გადაცემის სტუმარი კოკა გუნცაძე, რომელიც ახალი ამპლუაა. იგი არის საქართველოს რკინიგზის სამმართველო საბჭოს თავმჯდომარე. მოგესალმებით. ეს არ არის მენეჯმენტის პირველი პირი, ეს არის ადამიანი, რომელიც სამეურნეო პოლიტიკას ამტკიცებს, ხო? კი, ეს არის ადამიანი, რომელიც განსაზღვრავს ბიზნესის სტრატეგიას, სამეურნეო პოლიტიკის ძირითად პრინციპებს. უბრალოდ საბჭო აკეთებს ამას მთლიანობაში. რამდენი კაცია საბჭოში? 10 კაცისგან შედგება ჯერჯერობით. ესენი არიან დამოუკიდებელი წევრები, სოციალურ წესდების თანახმად ორი დირექტორი მენეჯმენტიდან ავტომატურად არის სამმართველო საბჭოს წევრი. ჯერჯერობით დღეისათვის განისაზღვრება 7 წევრით, ალბათ შეივსება 10-მდე წესდების მიხედვით. ითანხმებს ბიუჯეტს და სარგებლობს ყველა იმ უფლებამოსილებით, რითაც რაც გათვალისწინებულია კანონით მეწარმეებში. შეუძლია მაგალითად მენეჯმენტშიც ჩაერიოს და რაღაც შეკითხვები დასვას და კორექტირებას. ზედამხედველობს მენეჯმენტის საქმიანობას. ზედამხედველობა გულისხმობს, რომ ბუნებრივია ეს მას აქვს უფლება მოითხოვოს ინფორმაცია, განიხილოს ის საკუთარი დასკვნები გააკეთოს და ასე შემდეგ. კოკა, შენ რკინიგზა არიცი, მოდი თქვა, ხო? ხო. ეს რა თქმა უნდა არის ხელშემშლელი ფაქტორი, ბუნებრივია. როგორ აპირებ აი ამ ნაკლის აღმოფხვრას? უცხადია ხო, არ არსებობს ახლა დარგი ბიზნესის საქმიანობა, რომელიც არ ექვემდებარებოდა შესწავლას. ბუნებრივია, მე დღეს ჩარი ჩემპიონი სამუშაო დღე, ალბათ გავეცნობი, იქ არის ძალიან ბევრი საქმე, არის უამრავი რამე გასაკეთები, ჩასახედია ფინანსურ უწყისებში. რკინიგზა არ არის მხოლოდ ბიზნესი საქართველოსთვის, ალბათ თქვენ ეს მოგიხსენებათ, ეს არის გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი და საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას. ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ და რაღა ბევრი თითქმის შეიძლება თქვა აღიარებული ფაქტია, რომ ყველა რკინიგზა ემსახურებოდა იმ პოლიტიკურ რეჟიმს, რომელშიც მას უწევდა მუშაობა. შევნაძე დროს ესე იყო, შემდეგ მიშა დროსაც ვიცით რა ხდება. როგორ აპირებ რომ წმინდა ბიზნეს ორგანიზაცია იყოს და არა რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურების მსხვერპლი ეს უზარმაზარი ფირმა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ცხადია, რომ რკინიგზა ჩამოყალიბდეს თანამედროვე მოდერნიზებულ კომპანიად და მაქსიმალურად თავისუფალი იყოს პოლიტიკური ჩარევისგან. რაც ხდებოდა ამ წლების განმავლობაში. ამას ჭირდება ერთობლივი საქმიანობა, ცხადია, როგორც მენეჯმენტის და სამმართველო საბჭოსი, სამმართველო საბჭო სამწუხაროდ ფორმალურ ორგანოდ იყო ქცეული ამ ბოლო წლების განმავლობაში და მან უნდა შეიძინოს ის ყველა ქმედითი ძალა, ის უფლებამოსილება, რომელსაც წესდება რკინიგზის წესდება ნიჭებს მას. აპირებთ რა თქმა უნდა დირექტორის მოხსნას და შეცვლას, ხო? ეს როგორი იქნება? უკვე შეიცვალა, გუშინ დაინიშნა გენერალური დირექტორი კომპანიის ბატონი ოლეგ ბიჩიაშვილი, ეს არის რკინიგზელი, რომელიც 10 წლების განმავლობაში მუშაობდა რკინიგზაში, მას აქვს საკმაოდ დიდი ავტორიტეტი, ნდობა რკინიგზელების და აქვს თუ არა ნდობა შენი დაუშვათ ან ბატონო შენი ნდობა თუ აქვს როგორც ხადია გუშინ წესდების მიხედვით სამმართველო საბჭო პარტნიორთა კრებასთან შეთანხმებით ნიშნავს პარტნიორთა კრება პარტნიორთა კრება აქციონერთა კრება საერთო კრება და აქციები ხო ეკუთვნის სახელმწიფოს ეკუთვნის შესაბამისად წარმოდგენილია სახელმწიფო შესაბამის ორგანოს სახით ამ შემთხვევაში ეს არის საპარტნიორო ფონდი მესმის საპარტნიორო ფონდი ფლობს აქციებს რკინიგზისა კი განკარგავს აქტივებს მართავს რკინიგზის კოკა მესმის რომ ეხლა ძალიან რთულია კონკრეტულ გეგმებზე ლაპარაკი მეც არ ვიცი კარგად რკინიგზის თემა თუმცა ლაპარაკი იყო იმაზე რომ გადაზიდვებში მონოპოლია ვიღაცები არასწორად ხედან მომსახურების ხარისხიც იყო პრობლემები სამგზავრო გადაზიდვების ხარისხი და ასე შემდეგ ხო მაინც აი რო შეხედო ესე ხო იფიქრე უკვე და რახან დაინიშნე შენ გეხება ბევრი რამ და შენ ახარ პასუხისმგებელი ერთადერთი ასაკურველია ხო ჩვენი ამოცანა სწორედ ხმათ ჩავიხედოთ იმ სქემებში რომელიც მოქმედებდა რკინიგზაში თავი ამოცანა ეს არის დისტანცირება ყველა გადამზიდავისგან ეს არის ვთქვათ ერთნაირი და საერთო დამოკიდებულების შემუშავება
ყველა გადამზიდავის მიმართ. გულისხმობ რომ არანაირი პრივილეგიები, ხო? ხადია, უნდა იყოს თანაბარი მიდგომა ამ საკითხში. ეს არის თავარი სტრატეგიული ამოცანა, რომელიც უნდა დაისახოს რკინიგზა, თუ უნდა მას რომ ეს იყოს თანამედროვე. როდის იქნება მზად რომ კონკრეტულად ვილაპარაკო იმაზე თუ რა ხდებოდა რკინიგზაში. ნუ ალბათ დაჭირდება მას გარკვეული დრო, უნდა ჩავიხედოთ უფრო პრომად, ხადია, ფინანსურ უწყისებში, უნდა ჩავიხედოთ აუდიტორიულ დასკვნებში. რამოდენად სერიოზული აუდიტორული კომპანია უკეთებს აუდიტორულ შემოწმებას, გარე აუდიტს გულისხმობს. კონტროლის პალატა, თუმცა კონტროლის პალატა ერთ-ერთი მოთხეულის რომელიც ცნობილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უფრო დეტალური შესწავლა საჭიროებს, ცხადია ეს ამბავი. თუმცა არის პოზიტიური ძვრებიც, გარკვეული მოდერნიზაცია შეიმჩნევა მართვაში, მენეჯმენტში. ამის გაღრმავებაა საჭირო, თუ გინდა საბოლოოდ რომ აი იმ დონემდე ავიყვანოთ რკინიგზა, უპასუხოს ყველა ფინანსურ და მენეჯმენტის ყველა სტანდარტს. ხო, კიდე თქმა უნდა, აქ არის რკინიგზა როგორც გადამზიდავი, წარმოგვიდგება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მისის რკინიგზა როგორც გზავრების გადამყვანი და აქ რა თქმა უნდა არის შეკითხვები, პრობლემები, იმიტომ რომ ზაფხულის პერიოდში ძალიან რთულია ბილეთის აღება ზღვისკენ და ასე შემდეგ. თუმცა მე ვიცი რომ ეს არ არის რკინიგზის შემოსავლის ძირითადი ნაწილი პირიქით. ხარჯიანი არის აქეთ. რამეს აპირებთ ამ მიმართულებით? მესმის სატვირთო გადაზიდვები ეს არის ძალიან უნგებიანი, კარგი, საჭირო, აუცილებელი, მაგრამ ეს ნაწილიც სახია რკინიგზის. ცისტერნა რომ მიდის იმას ვერ ხედავ, კარგად ადამიანი და ვაგონში რო შედიხარ, ვიცი რომ ახალი მატარებლები ჩამოდის ჩინეთიდან, ეხლა ძალიან ძვირადღირებული. კი ბატონო, ისეთ რამოდენიმე მიმართულება აქვს რკინიგზას, მის ფუნქციებში, მის საქმიანობის ვთქვათ, საგანში, მის ფუნქციებში შედის რამოდენიმე მიმართულება, ეს არის სატვირთო გადაზიდვა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, ალბათ მოგეხსენებათ რატომ, სამგზავრო გადაზიდვები, ინფრასტრუქტურა, რომელიც ძალიან დიდი აქვს უამრავი მატერიალურ აქტივს ფლობს რკინიგზა და ამ მთელი ამ სისტემის ოპერაციული მართვა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც შენახსენე შალო არის სწორედ სამგზავრო გადაზიდვა, რომელიც ამ ეტაპზე ჩემი ინფორმაციით ალბათ დეტალურად გავარკვევით არის დოტაციური, ცხადია ის ვერ ახერხებს თავის შენახვას ბევრი რიგი მიზეზების გამო და ესეც ცხადია ყველა სხვა კომპონენტთან ექნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი ამოცანა, რომ ამ მიმართულებით მომსახურება გამოსწორდეს, შემოსავლები გაიზარდოს და შეასრულოს რკინიგზის საკუთარი ფუნქცია. შენი კოლეგა და მეგობარი ლევან ჩიკვაიძე ფოსტაში დანიშნეს შენ რკინიგზაში. არის თუ არა ერთგვარი ჯილდო იმისა თუ რაც გააკეთა ამორჩეულთა ლიგამ? ველოდი ამ შეკითხვას ბუნებრივია ეს. როდესაც ეს შეკითხვა ისმის, მარტივი კითხვით მინდა ამას ხშირად უპასუხო. აი რა ჯილდო, რისი ჯილდო რა, ამე. აი, კარგად იმუშავეთ. თქვი თქვით, მართალი არ თქვით. არა, მართალი თქვით, მაგრამ კარგად იმუშავეთ და არ შეეპუეთ უამრავ პრობლემას და ასე შემდეგ. ქვეყანაში სიმართლე თუ წახალისებული იქნება, თავი ასიც რო არ იყოს წახალისებული. კი, გასაგებია. ой, შერაფერი. ცუდი არ არის ეს. ანუ შეიძლება რაღაც საფუძველი ქონდეს. აი ეს არ არის ამათთან პირდაპირ კავშირში, თუმცა რაც შეეხება ამორჩეულთა ლიგის საქმიანობას, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადაუხადო ყველა ამორჩეულთა ლიგის წევრს 2400 ადამიანს, რომელიც ყველაფერი გააკეთა და დადო იმისთვის, რომ ეს ორგანიზებულად ასეთ შრომატევადი მოცულობის სამუშაო ჩაეტარებინა და ხალხისთვის ეთქვა სიმართლე 1 ოქტომბერს. ეს მესმის, მაგრამ ფოსტაში ლევანი და შენ რკინიგზაში სრულიად მე ვფიქრობ, ლევანსაც ყველა თვისება აქვს იმისი, რომ დაგესრებულ მოვალეობებს თავი გაართვას, მას აქვს ძალიან შესაბამისი ბიოგრაფიაც, თავის ცხოვრებით ამტკიცა ეს და მე მგონი არანაირი პრობლემა არ არის. პირიქით, მე მგონი ყველა იამაყებდა ნებისმიერი კომპანია ასეთ მენეჯერს და ასეთ ხელმძღვანელს. არანაირი პრობლემა. რკინიგზის სამთავრობო საბჭოს თავმჯდომარე კი ხარ, მაგრამ პოლიტიკური ხასიათის შეკითხვებზე პასუხის გაცემის უფლება გაქვს, ხო? მე მგონი ინტერესთა კონფლიქტი არ არის. საერთოდ აკრძალავს საკუთარი აზრის გამოხატვა. კონსტიტუცია მიცავს ჯერჯერობით ესეა, მაგრამ არა, მაგალითად როცა ელაპარაკები პროკურორს ან მოსამართლეს ან ნებისმიერ საჯარო მოხელეს, ხო? არა პოლიტიკური თანამდებობის პირს. მაინც რა თქმა უნდა უფრო კარგია თუ ის თავს იკავებს, მაგრამ ეხლა რკინიგზის სამთავრობო საბჭო თან კოკა ხარ გუნცაძე ეხლა. გეთახმები. ანუ ყოველთვის პოლიტიკაში იყავით ხო, მაგას გეუბნები. კი ბატონო, თუმცა მე მომჯობინებდი რომ რკინიგზის
ბიზნეს სტრატეგიაზე და პოლიტიკაზე უფრო მეტი ვილაპარაკო ვიდრე სამწუხაროდ არ გამოგვივა, იმიტომ რომ კარგად არჩენა არ ხარ გარკვეული. მაგალითად, აი შეკითხვა რომ დავსვა, მე მგონი არც აქვს ჯერ აზრი, აი აფხაზეთს რკინიგზის გახსნის. თან ეს ამ დონეზე არ წდება. კი ბატონო, ეს არის პოლიტიკური საკითხი და ვერ გადაწყდება სამართლებრივ საბჭოს დონეზე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს ქვეყნის მთავრობა, ეს არის პოლიტიკური უმაღლესი ხელისუფლება. ცხადია, მე მაქვს ჩემი პოზიცია, მაგრამ შევიკავებდი. ინვესტორის შემოყვანა რკინიგზაში ესეც ასევე აი ყველა საკითხს, რომელიც ნებადართული კაპიტალის 2%-ზე მეტს მოიცავს, იხება ქონებას, ინვესტიციებს, სესხის აღებას ასე შემდეგ, უნდა თანხმდებოდეს აქციონერთა საერთო კრებას. საპარტნიორო ამ შემთხვევაში საპარტნიორო ფონდია, რომელიც სამართლებრივ საბჭოს შეადგენს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი არის სამართლებრივ საბჭოს. და ამიტომ ესეც ასევე არის ძალიან უმაღლეს დონეზე მიღებული. ეს არის, ამიტომ უფრო რკინიგზა თავის დარგის ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ ბიზნესი არ არის, დარგი და ბიზნესი აკეთვაიც ემთხვევა და ეს ორივე უკავშირდება. რკინიგზა არის ბუნებრივი მონოპოლია, რელსი არის, სხვა რკინიგზას ვერავინ ვერ გააკეთებს ჯერჯერობით და ეს არის ბუნებრივი მონოპოლია, რომელიც რა თქმა უნდა სახელმწიფო მართავს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რკინიგზა მარტო რელსები ხო არ არის, სადგურებია იქ რაღაც უამრავი ქონება აქვს. არაპროფილური აქტივებიც კი ქონდათ თავის დროზე. კი, აქვს ძალიან ბევრი შვილობილი საწარმოა, ფილიალებია. ეს არის უზარმაზარი, ეს არის გიგანტი. უამრავი ადამიანი მუშაობს, ელექტორალურადაც არის საინტერესო. მე ვიცი რომ წინასაარჩევნოდ სამტრედიაში და ესეთ ხაშუშ და ესეთ ადგილებში სადაც ბევრი რკინიგზელია, რაღაც ძალდატანების განსაკუთრებულ ფორმებს გონათ ადგილი და სოციუმია, მე შეიძლება ვთქვა, ცალკე სოციუმია, რომელსაც ფაქიზი მიდგომა ჭირდება, საკუთარი ინტერესები აქვს, კი ბატონო, საკუთარი ტრადიციები აქვს, ეს არის ტრადიცია პროფესიულ ტრადიციას გულისხმობს. ოჯახური ტრადიცია, მამა, შვილი, ასე შემდეგ. ჩვენ გვახსოვს კარგად შესაძლებელია. იმ უბანში გაიზარდა რკინიგზელების სკოლა იყო, ავადმყოფო იყო, ცალკე სამყარო ჰქონდა. ეხლა უბრალოდ რა თქმა უნდა, ეხლა ის რაც საბჭოთა კავშირი იყო, რომელიც შეადგენდა ძალიანად აი ამ რკინიგზის ერთ დიდ სქემას და მასში იყო სამხრეთ კავკასიის რკინიგზა ერთ-ერთი მონაწილე. სხვა შორის იცი თუ არა, ალბათ იცი რომ სომხეთის რკინიგზა იყიდა რუსეთმა და დაარქვა ზაკავკასკე ჟილეზნია დაროგა, ანუ მან როგორც იყო. ხო, ანუ ამით შეიძლება სიმბოლურად გამოხატა სული რომ რამენაირად აქ ინტეგრირებისა. მე ვფიქრობ რკინიგზა ისევე როგორც ენერგომატერიალების ტრანსპორტირების საშუალებები ამ რეგიონში წარმოადგენს გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტს, გეოპოლიტიკურ საშუალებებს. ეს არის მთავარი კომუნიკაციის საშუალება, რომელიც აკავშირებს აზიას ევროპასთან და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოთამაშისთვის, რომ გარკვეულად რაც გარკვეული ტიპის გავლენები შეინარჩუნოს კომუნიკაციის ამ საშუალებებზე. იგივე თქვათ ნავთობის გადაზიდვის ან გაზის ტრანსპორტირების საშუალებებზე ასევე რკინიგზაზე. ცხადი, ამიტომ ეს ინტერესი ბუნებრივია, რომ ეკნება რეგიონის მსხვილ მოთამაშეებს და ეს კიდევ უფრო აძლიერებს რა მაინტერესებს ეს ფუნქციებს. მუშაობის სტილი როგორია? ყოველდღიურია, რომ იქ და ეს საბჭო ყოველდღე შეიკრიბება თუ როგორ? ბუნებრივია, ცხადი, ახლა საბჭოს აქვს საკუთარი ფუნქციები, ჩვენ თუ ყოველდღე არ ვილით, საბჭოს შესაბამისად ვერ ფუნქციონირებს ისე, როგორც მას წესდება ავალდებულება. ან შენ ხელფასი ყველაფერი, ეს არის მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც განიხილავს რაღაც გარკვეულ ალბათ იერარქია არსებობს საკითხების და რაღაც იერარქიის ზემოთ თქვენი ნებართვა საჭირო. ეს არის ზედამხედველობა მენეჯმენტის საქმიანობაზე, ეს არის ფინანსური ანგარიშგების დამტკიცება, ეს არის ბიუჯეტის დამტკიცება, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. 2%-ის ქვემოთ, ზემოთ არა, ქვემოთ ნებადართული კაპიტალის შეთანხმება ყველა საკითხის გარიგებების, ხო? ბატონო, თანხმობის მიცემა ამაზე ყველაფერზე და აბსოლუტურია სამეურნეო და ბიზნეს სტრატეგიის ძირითადი პრინციპების დამტკიცება. ეს წევრები ძველი წევრებია, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს წასულდნენ. არა, ეხლა ორი ახალი წევრი შევიდა საბჭოში, ორი ახალი დირექტორი ყავს, დირექტორთა საბჭო მართავს რკინიგზას, რომელიც მოიცავს გენერალურ დირექტორს და რამოდენიმე მიმართულების დირექტორს. გადაწყვეტილებას იღებენ კოლექტიურად, შესაბამისი წესით და წესდების მიხედვით ორი დირექტორი ავტომატურად ხდება საბჭოს წევრი. მე რაღაც დამჩენია დატოვა საბჭოს შემადგენლობა და ორი ახალი წევრი დაემატა. რაღაც დამჩენია, წარმატება მინდა გისურვო ამ ახალ შენთვის ახალ სფეროში, ახალ ამპლუაში. ახალი ამპლუა და ნუ დაახლოებით წარმოდგენა ერთ თვეში ყველა ვარიანტი უნდა გქონდეს, ხო? ცხადია.
და იმედი მაქვს რომ დაკვატიჟებთ მოხვალ და უკვე ძალიან კონკრეტულად ვილაპარაკებთ რის გაკეთებას აპირებთ და ასე შემდეგ. კი ბატონო. ჩვენ ბაიაცანაოს ველოდებით, მანამდე კი რეკლამას ვნახავთ. ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას და ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ბაიაცანავა, ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, საინფორმაციო პოლიტიკური რედაქციის ხელმძღვანელი. ესე შეიძლება ვთქვათ, ხო, ბაია? შეიძლება ზუსტად ესე საზოგადოებრივი პოლიტიკური ბაიაცანავა გავიცანი 2010-ში, როდესაც მივედი პალიტრაში, რადიოში და იქ შევხვდი მას და მე უკვე სხვებსაც და დავიწყეთ გახსოვს ის დრო, გადაცემები რადიოში. ეხლა შენ ტელევიზიას დაუბრუნდი. მოდი მოვყვეთ იმაზე თუ რა სატელევიზიო გამოცდილება გაქვს, რომ ხალხმა გაიხსენოს. მოკლედ მოვყვები. ეჭვმეპარება რომ მაყურებელს ჩემი გამოცდილება ძალიან აინტერესებს. მე დავიწყე მრავალი წლის წინ მუშაობა სახელმწიფო ტელევიზიაში. მუშაობდი პირველ არხზე. სხვა შორის ჩემი სატელევიზიო მოღვაწეობა დილის ეთერით დაიწყო. კარგად მახსოვს რომ მაშინ ჩვენ ვიყავით პირველები ვინც გააკეთა დილის ეთერი. არა, ალიონი ცოტა მერე იყო, ეს იყო გადაცემა 9-დან 12-მდე. იყო, კი. შემეცნებით გასართობი პროექტი იყო დილის. მერე იყო საზოგადოებრივი პოლიტიკური რედაქცია და ძალიან ბევრი რამ ამ ტელევიზიაში. მერე იყო საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესი, შემდეგ ინტერპრეს ნიუსი გახდა ეს სააგენტო. იყო მედია პალიტრა, თავისი მრავალი პლატფორმით და ეს არის სულ ჩემი. კარგი. მოღვაწეობის. და დაბრუნდი ტელევიზიაში. ტელევიზია არის საგიჟეთი, მე შემიძლია პირდაპირ თქვა, რომ ეს არის ძირფოსტელი მაყურებლობის ესეთი არის საგიჟეთი, იმიტომ რომ ძალიან დინამიურად და სწრაფად იცვლება. რა თქმა უნდა, ახლა საინფორმაციო სააგენტოც სადაც შენ მუშაობდი, სადაც შენ ააწყე ამას ფეხდავეხ მიყვება, მაგრამ იქ ტელევიზიას სხვა მასშტაბი აქვს, კადრი სინქრონი, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და პლუს არის ნარკოტიკივით, არ ვიცი, ერთხელ თუ ამ სამყაროში ფეხი შედგი, იქ უკვე დამთავრებულია ხარ დამოკიდებული. შენც ასე ხარ? კი, ნამდვილად ესეა და ჩემი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო, დაბრუნება ტელევიზიაში, იმიტომ რომ შენ მართალი თქვით, ვისაც კი უმუშავია ცოტა ხანი მაინც ტელევიზიაში და მე ვიმუშავე თითქმის 10 წელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის სამყარო, რომელსაც ვერასოდეს ვერ ივიწყებ. მას აქვს თავისი განსაკუთრებული ხიბლი, აქვს რაღაც ადრენალინი, აქვს რაღაცა სხვა მუხტი, წესი, რა თქმა უნდა და თან სინთეზი იმისი, რომ მე არ ვწყდებოდი საინფორმაციო სივრცეს, იმიტომ რომ ნიუსში მუშაობა კიდევ სხვა ეს არის სხვა მედია სფეროა კიდევ ერთ-ერთი აი ესეთი მედია პლატფორმაა ზოგადად ტელევიზიაში. ეს ყველაფერი გახდა ჩემი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ბაია, ვილაპარაკოთ იმაზე თუ რა ტელეკომპანიაში მიხვედი. წლების წინ 2007 წლამდე, 2005-დან ალბათ, იმედი, მართლა იმედად იქცა ქართველი მაყურებლისთვის და მისი არნახული რეიტინგი მნიშვნელოვნად იმითაც იქა გამპირობებული, რომ სიმართლეს ამბობდა. 2007 წლის მერე ძალიან სამარცხვინო სახელი ჰქონდა, მე თვითონაც განვიცადეს, როცა დაუშვეს თემა და იქ გასართობი გადაცემა წავიყვან, იმხელა ნეგატივი მოდიოდა ზოგადად ხალხისგან. არა ნეგატივი არა იმ კუთხით, რომ აი რას უყურებდნენ გადაცემას, ვრთავდნენ სხვა არხზე, მაგრამ თავისთავად იცი შენ ერთი ის რომ წართმეული არხი იყო და მეორე რასაც იქ პოლიტიკური რედაქცია აკეთებდა, მარტო მოდელირებული ქრონიკა რომ არ თქვა. ეს არის თუ არა გამოსასწორებელი, ეს ალბათ რიტორიკული შეკითხვაა, რა თქმა უნდა და როგორ აპირებთ ამას? იცით რა, რთული იქნება ამის გამოსწორება, ალბათ, მაგრამ იმ მოლოდინებმა, რაც საზოგადოებას ჩვენს მიმართ გაუჩნდა და მუდმივად არის ჩვენთან რაღაცა ზარები, შეტყობინებები, წერილები თუ როდის გავალთ ეთერში, გამიჩნია იმის იმედი, რომ მაყურებელი ჩვენგან ელოდება ობიექტურ დაბალანსებულ ინფორმაციას. რაც შეეხება როგორ მოვახერხებთ ამას. მე სულ ვამბობ მთელი ჩემი ასე ვთქვათ მუშაობის მანძილზე, რომ ჩემი აზრით დაკვეთილი ინფორმაციის გაკეთება უფრო რთულია, ვიდრე ობიექტურად ინფორმაციის გაშუქება და ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით მუშაობა. ამას მოვახერხებთ, იქ მივიდა გუნდი, რომელსაც ამის დიდი სურვილი აქვს. ეს ტელეკომპანია დაიბრუნდა მისმა კანონიერმა მფლობელმა, ანუ პატარკაცშულების ოჯახმა და მათი უმთავრესი მიზანი სწორედ ეს არის. და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მაყურებელი ძალიან მალე ჩვენ უახლოეს დღეებში ვაპირებთ, რომ საინფორმაციო გამოშვებით გავიდეთ ეთერში და
ამაში დარწმუნდება. მეთოდები როგორი იქნება? შეიძლება ზოგიერთმა მაყურებელმა კარგად ვერ გაიგოს, მაგრამ აი შევესწრებით აუხსნათ. ანუ ეს იქნება რა ფორმატის საინფორმაციო, რა ფორმატის პოლიტიკური გადაცემები იქნება. ფორმატი ხშირ შემთხვევაში განსხვავდება. მაგალითად, როდესაც პროსახელსრულო ტელევიზიებს არ უნდათ დებატების გაკეთება, უბრალოდ არ შედიოდა მათ ამოცანებში. აკეთებდნენ ისეთ დებატებს, რომელსაც წესით ვერ მოედავებოდი, ხო? დებატებია ვამბობდი, მაგრამ ფორმატი იყო ისეთი, რომ წვავე არ გამოვიდოდა. არ გამოდიოდა მწვავე, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში ფორმატი, აი, მაგალითად ძალიან დიდი ток-შოუს ფორმატი, რომელიც მიდის 2 საათი, სადაც პატიჟებ ყველას, აჩვენებ კადრებს. ეს ფორმატი არსებობს, ხო? არის კარგად მორგებული იმაზე, რომ მწვავე საკითხები დაისვას. ზოგიერთი ფორმატი ნაკლებად. თქვენ როგორ მოიქცევით რა საკითხი? ჩვენ პირველ რიგში საინფორმაციო გამოშვებით გავდივართ ეთერში. მე გეტყვით, რაც შეეხება საინფორმაციო ფორმატს, ჩვენ გავართ 3 საათში ერთხელ ეთერში. ეს არ იქნება რაღაც ნონ-სტოპის რეჟიმი და მე ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება დღეს არც დგას. თანახის ფორმატი ისეთია, რომ კი, რა თქმა უნდა. ეს იქნება თემებზე, ექსკლუზივებზე აგებული საინფორმაციო გამოშვება. რა თქმა უნდა, ახალი ამბებით დატვირთული, რა თქმა უნდა, სტუმრებით დატვირთული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი 8 საათიანი გამოშვება, მთავარი საინფორმაციო გამოშვება იყოს ესეთი ток-შოუს ელემენტებით გაჯერებული გამოშვება, სადაც იქნება დებატის ფორმატიც, იქნება სტუმარიც. მოგვიანებით ჩვენ ვიფიქრებთ პოლიტიკური ток-შოუების თემაზეც და აუცილებლად გვიქნება ძალიან მალე პოლიტიკური ток-შოუ. როგორც მე ხვდები, თქვენ გექნება თემატური საინფორმაციო. მაყურებელს მინდა უთხრა, რომ არსებობს საინფორმაციო, რომელიც ძალიან მოკლე სიუჟეტები, მაგალითად მეცხრე არხის მაესტრო აკეთებს ამას. ეს არის წმინდა ნიუსის ტიპის ანუ 3 წუთიანი რეპორტაჟი, სადაც ყველა მხარეა წარმოდგენილი და შემდეგ სწრაფად გადადიხარ ახალ ნიუსზე და არის საინფორმაციო გამოშვება, სადაც დაუშვათ 10 წუთი ეთმობა რაღაც თემის გაშლას, მოიძიება ძველი კადრები, ექსპერტები და შემდეგ შეიძლება სტუდიაში ამ თემასთან დაკავშირებული 2 კაცის დასვა და ჩვენი საინფორმაციო გამოშვება იქნება თემებით გაჯერებული საინფორმაციო გამოშვება. საათზე მეტი გაგრძელდება ალბათ მთავარი გამოშვება და იქნება რამოდენიმე უნიშნულოვანესი თემა. მაგალითად თუ ვინმე დააკავეს, იქნება ამ თემაზე 10-15 და ასევე გვექნება დღის მიმდინარე საინფორმაციო გამოშვებები, როგორც 11-იანი. რა არის ის ბაია, რაც გაიძულებს თქვა რომ შენ მეტი ხალხი გიყურებს. ერთ-ერთი კონკურენტი მოამბე ყავს, რაც უკვე კარგია მომილოცავს. დღევანდელი მოამბე და დღევანდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის კონკურენტი ნორმალური არხისთვის. მოლოდინი ამ არხის. მე მართლა გეუბნები გულწრფელად, რომ მე გამიკვირდა, რომ მიუხედავად ამდენ წლიანი, ასე ვთქვათ, გაყინვისა ამ არხის, მოდი ასე დავარქვათ, როცა მან მაყურებელი რაღაცა დოზი დაკარგა, ალბათ ვიღაც უყურებდა, მე არ ვიცი, მიუხედავად ამისა მე ძალიან დობა საერთოდ დაკარგა შეიძლება ითქვას. დობა დაკარგა, მაგრამ ეცეთ რა იმდენად დიდია მოლოდინი და იმდენად ახსოვს მაყურებელს ის ძველი იმედი და იმდენად დიდი სიხარული იყო საზოგადოებაში, რაოდენ ესეთ არ უნდა იყოს ან რომ ეს ტელეკომპანია დაუბრუნდა ოჯახს, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მიმართ მაყურებელი იქნება მომთხოვნიც, უყურებს მაყურებელი ამ არხს და ნუ შესაბამისად ჩვენც ვდგავართ ძალიან რთული ამოცანის წინაშე, მე ვამბობ, რომ ძალიან დიდი ლუპი და გვაკვირდება ახლა მთელი საქართველოს, როგორი იქნება ის პროდუქტი, რასაც ჩვენ მოვამზადებთ. პოლიტიკური სპექტრიც. რა თქმა უნდა. გაქვს თუ არა გარანტიები მფლობელისგან მიღებული ხელშეუხებლობისა და ჩაურევლობისა. იცი რა არის, მე ხამას იმიტომ გამმარტავ, რომ მაყურებელმა არ იცის ალბათ კარგად ის, რასაც მე ვაკეთებდი, რომ არა სარედაქციო პოლიტიკის ხელშეუხებლობა მე ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. შალვა, შენ ძალიან კარგად იცი, მე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდი მედია სახლში, სადაც მეც და შენც როცა მუშაობდი, გქონდა ამის სრული გარანტიები და მე არასოდეს არ მემუშავია და ამ წლების განმავლობაშიც მოვახერხე რატომღაც და გამიმართლა ყოფილიყავი იმ მედია საშუალების ნაწილი, სადაც ხოდა სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა. სწორედ ამ გარანტიებით წავედი დღეს ამ ტელეკომპანიაში. თუმცა კიდევ ერთხელ თუ თემა შლი, მაგალითად რაღაც დიდ თემას, ხო? იქ რა თქმა უნდა გაიჟღერებს პასაჟები ამ ხელისუფლებისთვის მიუღებელი. ბუნებრივია. ხო. ბუნებრივია. იმიტომ რომ როცა შენ საინფორმაციოს აკეთებ ეს ერთია და როცა თემა შლი და იქ ვიღაცას ჩართავ, ჩამორთავ, რაღაც შეიძლება არ მოეწონოთ, ხო? შენ გარანტია გაქვს, რომ მათი არ მოწონება არ მოვა შენთან, ხო? ჯერ-ერთი ეს გარანტია მე მგონი ალბათ თვითონ ხელისუფლება რო სხვანაირია იქიდანაც არის, მაგრამ მაინც მინდა რომ მე მაგ
ტელეკომპანიის ფლობელებისგან სრული გარანტია, რომ ჩვენ გვექნება სრული დამოუკიდებლობა, სარედაქციო დამოუკიდებლობა და ამას მაყურებელი ნახავს ძალიან მალე კიდევ. ვინ იქნება წამყვანი? სახე ვინ იქნება? სახეები მოდი ცოტა ხანის დავტოვოთ ასე ვთქვათ საიდუმლოდ, იმიტომ რომ არის ძალიან მალე, მე არ მინდა მაინც რიცხვი დავაკონკრეტო, გვაქვს სამზადისი რეპეტიციებს არა? კი, გავდივართ რეპეტიციებს, გავდივართ მოლაპარაკებებსაც წამყვანებთან. ესეთი პროცესია ჩვენ ძალიან მალე მოგვიწია ეთერში დაბრუნება. ტელევიზიისთვის ეს მალეა, ფაქტობრივად ერთი თვისგან მუშაობთ ჩვენ ახალ ეთერზე სულ ერთი თვია და ეს არ არის დიდი დრო. აკეთებთ ანუ კუდი არხზე დაბრუნდა ძველი ლოგო. იქნება ახალი საინფორმაციო გამოშვების მთავარის და დღის საინფორმაციო გამოშვებებისთვისაც ახალი სტუდია სრულიად ახალი შეფუთვით. თვითონ საინფორმაციო გამოშვების შეფუთვაც იქნება ახალი კუდი, მუსიკა და ასე შემდეგ. გვაქვს შემოტანილი ძველი ელემენტები, თქვენ ნახეთ რომ ძველი ლოგოა უკვე არხზე. შესაბამისად ესე იქნება აი იმ დროინდელი ქრონიკის რაღაცა ელემენტები და დეტალები გამოყენებული. მიკროფონი დაბრუნდა, რომელიც უყვარდა ძალიან მაშინდელი ქრონიკის მაყურებელს და ასე რომ რაღაც ძველი დეტალებით განახლებული ახალი შეფუთვა გვაქვს. ლურჯი მიკროფონი ყვითლეთ. ეს მიკროფონი იქნება ახალი მიკროფონი ჩვენ. ჩვენ რეკლამას ნახავ და ბაიას დაუბრუნდებით ცოტა ხანში. დაბრუნდი სტუდიაში ბაია ცანავა, ჩემი მეგობარი არის კაცემის სტუმარი, ბაია ცანავა არის დღეს ის იგი წარმოდგენილია აქ როგორც ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი. თოქ-შოუების თუ აპირებთ თუ ეს ჯერ შორეული პერსპექტივა. არ არის შორეული პერსპექტივა. იაფიჯდება, მე გულისხმობ, რომ არ არის ძალიან ძვირი. კი, არა, შორეული პერსპექტივა არ არის, როცა უკვე საინფორმაციო გამოშვება გავა ეთერში და გაიმართება, ასე ვთქვათ, ჩვენს ენაზე, ტელევიზიის ენაზე, აუცილებლად იქნება პოლიტიკური თოქ-შოუებიც და პირველი, რასაც ფიქრობთ, ეს იქნება ალბათ კვირის შემაჯამებელი ესეთი ანალიტიკური გადაცემა და იქნება ესეთი მასშტაბური თოქ-შოუც. ხო, იმიტომ რომ მასშტაბური თოქ-შოუებით იმედი ცნობილი იყო და ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად. ჩვენ ტრადიციას დავაბრუნებთ. ციხეში ვიჯექი და ნუ აი ყოველ საღამოს თელ ციხე უყურებდა აი ამ გრიგოლიას, ხოფერიას და ამ ადამიანების ამუშევარს. მედია სივრცეზე სურს რომ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ იმედი რა თქმა უნდა იქნება შემოდგენილი ნაწილი მედია სივრცისა. ჩვენ ხედავთ რომ ყოფილი ხელისუფლება მედია რესურსების მობილიზებას ახდენს რაოდენ უცნაურად უნდა მოგოჩვენოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ჯერჯერობით კიდევ ამ კლიშეების ტყვეობაშია და ნუ რუსთავი 2 და ახალი ტელევიზია კეთდება. მედია ომი არის თუ არა მოსალოდნელი? რატომ გეკითხები? იმიტომ რომ თუ დაიწყება ისევ აი ესეთი დაყოფა და შენარჩუნება, პოლარიზება, მაშინ ძალიან რთული იქნება იმედისთვის და ჩვენთვისაც მეც ნახეთ რომ განსაკუთრებულად აი რაღაცნაირად ესეთი შუაში სტური პოზიცია დაიკავოს, კაიგე? როცა შენ კონკურენტი გირტყავს აი ესეთი მწვავე პროპაგანდით, შენ იძულებული ხარ კონტრპროპაგანდაზე კი არ უნდა გადაერთო, მაგრამ რაღაც პასუხებიც, თემების აწევებიც შესაბამისი უნდა კონდეს. ანუ ჩვეულებრივი მშვიდობიანი რეჟიმი აღარ არის, კაიგე და გზნობ ახლა ამ საფრთხეს. არა, კონკურენციის საფრთხესაც გზნობ და ის რომ თქვათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ყოფილი ხელისუფლება ცდილობს რომ ტელეკომპანიებზე გავლენა დაიტოვოს, ეს სრულიად ბუნებრივი მგონია. ნებისმიერი ყოფილი ხელისუფლებას, ნებისმიერ ყოფილ ხელისუფლებას და განსაკუთრებით ამ ხელისუფლებას, რომელსაც უყვარდა ესე ვთქვათ, მედია გარემოს მისი გავლენის ქვეშ მოქცევა, ბუნებრივიც იყო, რომ ამ მარწუხებიდან ასე მარტივად არ გაუშვებდნენ მათი მფლობელობის ქვეშ ყოფ ტელეკომპანიებს. გამონაკლისი მოხდა იმედის შემთხვევაში, ნებაყოფლობით მოხდა ოჯახისთვის. მე არ ვიცი რატო და როგორ, მაგრამ ტელეკომპანიის დაბრუნება, რაც შეეხება საფრთხეს, მე არ ვფიქრობ, რომ ეს საფრთხეა. პირიქით, ეს არის საინტერესო, ეს არის ყოველთვის კონკურენციის პირობებში და მით უმეტეს იმ პირობებში, როცა რაღაცა ასე ვთქვათ, მკვეთრად გამიჯნულია იდეოლოგიური განსხვავება. ხო, მე მესმის, მით უფრო კარგი ასპარეზი გაქვს შენ სამუშაოდ. მით უფრო იკავებ იმ ნიშას, როცა მაყურებლის ნდობა შეიძლება მოიპოვო და მოიზიდო შენსკენ მაყურებელი. მაყურებელი ყოველთვის ზუსტად გრძნობს, რას უნდა უყუროს. ზუსტად გრძნობს. იმიტომ რომ როცა ჩვენ მუშაობდით სააკაშვილის პირობებში, ჯერ-ერთი ინტერპრეს ნიუსი რა თქმა უნდა არ განიცდიდა და ზეწოლას განიცდიდა, დიახ, მე მახსოვს შემთხვევები, როცა რაღაც თელობები ქონდათ. თუმცა ეს არ რეალიზდებოდა ეს თელობები და შეიცვალა ვითარება და ეხლა ჩვენ ნათლად ხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც იგივეს აგრძელებენ, შეეცდებიან უკვე პროპაგანდის წარმოებას უკვე ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ.
მედია ბალანსი ამ შემთხვევაში დარღვეულია. კარგია რომ ყველა ტელევიზია მეტნაკლებად დამოუკიდებელი იყოს, სრული დამოუკიდებლობა შეუძლებელია და რაღაცნაირად აი როგორც ჩესნი თამაში იყოს რა. აქ ეგეთი ის მონოდინი მე არ მაქვს შეიძლება. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც ალბათ რაღაცები შეიცვლება. შეიძლება უბრალოდ ხო შენი აზრით. იმიტომ რომ როცა არის სერიოზული მოთამაშე იმედი, რომელიც გადის თელ საქართველოზე, ეს მაშინ იყო ეგ. რა თქმა უნდა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ ვიმუშაოთ ისე, როგორც სწორია. ისე როგორც უნდა კეთდებოდეს რეალურად, ნორმალურად იქნებოდეს არხის პოლიტიკა. დაფინანსებაზე მინდა გითხო, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. იმედში არ ველაძის დროს კარგი ხელფასები ჰქონდათ ადამიანებს, რომლებიც აკეთებდნენ იმას, რაც აკეთებდნენ, იმიტომ რომ ტელევიზია მას ბიზნესი არ იყო. როგორც მე ვიცი, შენ გაქვს ამოცანა, რომ ეს მართლ გუნდს აქვს ამოცანა, რომ ეს ჩამოყალიბოთ ბიზნესად. კი, ნამდვილად ესეა. მე სხვათა შორის მრავალი წლის წინ, როცა ეს ტელეკომპანია კეთდებოდა იმედი მხედველობაში, მე ვიყავი ამ ჰოლდინგის უკვე წევრი და თანამშრომელი, მე მუშაობდი ჰოლდინგი იმეჯში და მე მახსოვს როგორ იქნებოდა ეს ტელეკომპანია მთელი 2 წლის განმავლობაში და რა იდეები ქონდა ბატონ ბადრის ამ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით, როგორ ქმნიდა, რას ფიქრობდა ამას და თავიდანვე ეს ტელეკომპანია იქნებოდა როგორც კომერციული ტელეკომპანია. თქვენ კარგად იცით, რომ იცი შენც კარგად შეხვედრე ხალ ბატონ ბადრის, მან კარგად იცოდა ტელევიზია. და ყველა ნიუანსი და ყველა დეტალის საკითხში იყო ჩართული, იმიტომ რომ უყვარდა მას ეს საქმე და ეხლა ხან იხსენებდნენ ტექნიკური პერსონალის წარმომადგენლები, რომ აპარატურის შეძენის დროსაც კი როგორ გადიოდნენ მასთან ყველა დეტალს, იმიტომ რომ აი ტექნიკის ნიუანსებიც კი იცოდა იმ დროისთვის რა იყო სიახლე ტელებაზარზე. აქედან გამომდინარე, აი ეს სურვილი და მცდელობა, რაც იყო თავის დროზე, რომ ეს ყოფილიყო ძალიან კომერციული, კარგი, ყურებადი ტელევიზია, სწორედ იგივე სურვილი არსებობს დღეს ტელევიზიის ფლობელების და იმ გუნდის მხრიდან, რომელიც მოვიდა ამ ტელეკომპანიაში სამუშაოდ. ბადრი ამბობდა, რომ მიყვებოდა და ORT-ზე რომ მივედითო, ორი ამოცანა გქონდაო, რომ ანუ ჩვენ თვითონ გავკვეულიყავითო საქმეშიო. ამდა მოგვიწვია პროფესიონალების გუნდიო და მათთვის მიგვეცა ტელევიზიო და პროფესიონალების გუნდის მოწვევის შემდეგო ჩვენო ხარჯები გაგვიზრდებოდა, რადგან იცი კარგად პროფესიონალი რომ მოდის კი არ გატყუებს, მაგრამ იმას მეტი უნდა, მეტი ხელფასი, მეტი ფულის ჩადება სურს და ისეთ გადაწყვეტილებებს გთავაზობს, სადაც ფულის დაზოგვა არ არის და ჩვენ ამდენი ფული მაშინ არ ქონდაო და ჩვენ თვითონ გავერკვეთ ტელევიზიაში და რა თქმა უნდა ვადასტურებ რომ ერკვეოდა კარგად. ნამდვილად კარგად და პირველი საკითხი ცოტა თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გათავისუფლდა ბევრი თანამშრომელი, ხო? რომლებიც რაღაც ვთქვათ საუბრობენ რომ არასწორად მოექცემათ. რა ვიცი, შალო, მე კიდევ ერთხელ გავმარტავ მათ გასაგონადაც და ზოგადად იმ ადამიანების, ვისაც ეს აინტერესებს, რომ არხზე მოვიდა და დაბრუნდა კანონიერი მფლობელი. კიდევ ერთხელ ვამბობ ამას ხაზგასმით, იმიტომ რომ ისინი მუშაობდნენ მიტაცებულ ტელევიზიაში. დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. რეორგანიზაციის პროცესი სწორედ იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლებს დაითხოვ, ხდება რაღაც სტრუქტურული ცვლილებები და თანამშრომლებს ახლებს კიდევ მიიღებ და რაღაც საერთოდ ზოგადად რაღაც ახალს იწყებ. ეს არის თანდევი პროცესი და ბუნებრივი პროცესი ამ ყველაფრის და მე მიკვირს ამ ადამიანების, რომ ეს უკვირთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს აბსოლუტურად ვაკეთებთ სწორად და სამართლებრივად, ყველა ადამიანი, ვინც განთავისუფლდა ამ ტელეკომპანიიდან და მე ამ შემთხვევაში საინფორმაციო სამსახურს გულისხმობ, მათ ჩვენ გადაუხადეთ ფინანსური კომპენსაციები და ის ვალდებულებები, რაც იყო ძველი ხელმძღვანელობის მიერ მათთან, რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნა დაფარული და არც ერთი ადამიანი არ წასულა იქ რაღაცა კანონდარღვევით და ასე ვთქვათ. და ბოლო შეკითხვა, კრიტერიუმი რა არის? გინდათ ახალი თანამშრომლები, ხო? მოდი ხა ვთქვათ, კასტინგია პრაქტიკულად გამოცხადებული, ხო შეიძლება ასე ითქვას, რომ? კი, კასტინგი იყო გამოცხადებული, რომელიც დასრულდა, თუმცა ეხლაც არის რაღაცა შერჩევის პროცესი. კი, ვიღაცაც გჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი საინფორმაციო წამყვანის რომელსაც უახლეს დღეებში შევარჩევთ მედიის მოპარაკების პროცესი. აი ვინ, როგორი ადამიანი უნდა მოვიდეს იმედში? იმედში უნდა მოვიდეს პროფესიონალი, რა თქმა უნდა, ეხლა ბუნებრივი ახალს არაფერს არ ვიტყვი, მაგრამ უნდა მოვიდეს ადამიანი, რომელსაც აქ როგორ ვთქვა, ესეთი პროფესიული ღირსება შენარჩუნებული.
ჩვენ ვეძებთ ესეთ ადამიანებს. კარგი, დიდი მადლობა. ბაიაცანავა. ბაიაცანავა ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო ხელმძღვანელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ვამთავრებთ გადაცემას.